ზოგადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირს აქვს კოდიფიცირებული, ასე ვთქვათ, სამართალი ამ სფეროში, ანუ იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ ევროკავშირში შესასვლელად და რომლებსაც ვიზა არ სჭირდებათ, მოკლევადიანი იგულისხმება ამ შემთხვევაში 90 დღისთვის არ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში შესასვლელად. აუცილებელია აღვნიშნო, რომ ევროკავშირი ამ საკითხს წყვეტს, ვის არ სჭირდება ვიზა რამოდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე. ეს არ არის ერთი და ორი კრიტერიუმი. ეს არის კრიტერიუმი, როგორი არის ევროკავშირის, ასე ვთქვათ, მიგრაციის პოლიტიკა, სწორედ როგორი არის საჯარო პოლიტიკა ევროკავშირში, როგორი არის უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორი არის ეკონომიკური ბენეფიტების პოლიტიკა, როგორია ტურიზმის პოლიტიკა, როგორი არის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა და პლუს ითვალისწინებს იქიდან საიდანაც უშვებს ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა როგორია. ანუ აი ამ კრიტერიუმების ერთობლიობით ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, ვის მისცეს უვიზო შესვლის უფლება თავის სივრცეში. აქედან გამომდინარე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგადად ჩინეთის მოქალაქეებს არ მისცეს, ზოგადად ასე ფართო გაგებით, თუმცა ჩინეთის გარკვეულ ადმინისტრაციულ რეგიონებს, რომლებიც ავტონომიური, ასე ვთქვათ, რეგიონები არიან და მათ ფაქტიურად აქვთ ზოგჯერ უფლება საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში ინდივიდუალურადაც კი იმოქმედონ. აქედან გამოაცალკევა ჰონგ-კონგი და მაკაო და თქვა, რომ ანუ აღნიშნა თავის სამართალში, რომ ამ ორი ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონიდან პირებს შეუძლიათ, რომ უვიზოდ შემოვიდნენ ევროკავშირში. ალბათ ეს მაინც დასტურდება მათი პირადობის მოწმობით და საპასპორტო, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციით, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი მოწმდება, სანამ შენგენის, ასე ვთქვათ, სივრცეში შევა ადამიანი. ეხლა რა უნდა იყოს საქართველოსთვის საყურადღებო? რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეუძლია ამ მთელი კრიტერიუმების კასკადი ჰქონდეს, იქ უსაფრთხოების საკითხი, ეკონომიკური ბენეფიტების საკითხი, ტურიზმის საკითხი, აბსოლუტურად სავაჭრო პოლიტიკის საკითხი ზუსტად ისევე თანხმდრაში იყოს ევროკავშირის სამართალთან, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველო ასევე უნდა ითვალისწინებდეს იმ კრიტერიუმებსაც, თუნდაც რა არის მისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, როდესაც მთლიანად ვთქვათ ჩინეთს უხსნის ასე ვთქვათ უვიზო რეჟიმს. ერთს ნამდვილად ვიტყვი, რომ მე ჯერჯერობით ვერსად ვერ დავადგინე, რომ ეს მთელი ჩინეთისთვის გახსნილი უვიზო რეჟიმია თუ რომელიღაცა თავისუფალი ვაჭრობის შიგნით გახსნილი რეჟიმია, იმიტომ რომ ჩვენც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ესე ერთად მთლიანად ჩინეთთან არა, ვთქვათ, ცალ-ცალკე გვაქვს რაღაც რეგიონებთან დადებული და ეს საკითხი თუ იქნება უფრო მეტად გარკვეული მაპატიეთ გუშინეს განცხადება იყო და დღემდე ვერ მოვასწარი ამ საკითხის გარკვევა, მნიშვნელოვანია, რომ აქაც დაკონკრეტდეს, რომ ჩინეთის რომელ რეგიონებთან და რა კრიტერიუმებზე დაფუძნებით. ნუ მე მაინც დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც დავაყენებდი, აუცილებლად შეიძლება ეს ევროკავშირისთვის არ იყოს ვთქვათ კრიტერიუმი, თუმცა ევროკავშირი ყოველთვის ფიქრობს დემოგრაფიულ კრიტერიუმზე, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით 3,5 მილიონიან ქვეყანაში, სადაც მოდი ესე ვიტყვი, რუსთა ძალიან დიდი შემოტევა გვაქვს და შემოსვლა გვაქვს, ამ ნაწილში დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც დავაყენებდი. თუმცა ამას ყველაფერს ამ კრიტერიუმებით, შეჯამებით, რომელ რეგიონებთან მიმართებით და რატომ თუ გაეცემა პასუხი მოსახლეობისთვის ეს გახდება გასაგები. გამჭვირვალე გახდება უბრალოდ ეს პოლიტიკა.